მოგესალმებით ყველას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საფრანგეთში, ალზასის რაიონში, ქალაქ სტრასბურგში, ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. ეს არის ევროსაბჭოს სათაო ოფისი, სადაც ქართული დროშაც ფრიალებს საბედნიეროდ ჯერ კიდევ. იმედია, რომ უფრო გაღრმავდება საქართველოსა და ევროკავშირის და ევროსაბჭოს ურთიერთობები. ეს გადაიზრდება იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი საბოლოო ჯამში შემოიფარგლება და დასრულდება ევროკავშირში სრული ინტეგრაციით. ჩვენ მოვინახულეთ უკვე მერამდენედ ზურაბ ჟვანიას ცნობილი გამონათქვამი, მე ვარ ქართველი, მაშასადა მე ვარ ევროპელი. ეს მისი მონუმენტური წარწერა, რომელიც რა თქმა უნდა ეხმიანება ჩვენს ქართეხილებით ახსავს ისტორიას და ამავდროულად გვახსენებს იმ ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა რათა საქართველოს ევროპეიზაციას ხელი შეუწყოთ, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ, ისე კულტუროლოგიურ სფეროში და მივახციოთ წარმატებას, წინსვლას, პროგრესს, განვითარებას და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ეკლესიის როლიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს უფრო პოზიტიურად, უფრო დადებითად, უფრო სახელმწიფოებრივად და საერთო საზოგადო სიკეთეზე ორიენტირებულად. ვიდრე ის პოზიციონირებს სადღეისოდ, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ ეკლესია ხშირად სტიგმების, სეგრეგაციის, დასავლეთის დემონიზების და ზოგადად ევროპეიზმის იდეის დესაკრალიზებით არის დაკავებული, რაც სამწუხაროდ დღევანდელმა კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემაც გარკვეული ფორმით უკვე გააჟღერა კიდეც, როდესაც მან თქვა, რომ თითქოს და ვიღაცები ბჭყალებში ვციტირებ, ცდილობენ რომ გარედან თავს მოგვახვიონ რაღაც ჩვენთვის მიუღებელი წესრიგ. სინამდვილეში ეს არის რა თქმა უნდა უტრირებული, გაზვიადებული, რადგან ჩვენ ორივე ვცხოვრობ ცენტრალურ ევროპაში, მე საფრანგეთში, ზვიადი გერმანიაში და არც ერთს არ გვიგრძნია აქ ქრისტიანული ფასეულობების და ღირებულებების იმგვარი ხელყოფა, რომ ადამიანებს თავისუფალი არჩევანი, პირადი სულიერი ცხოვრება თუ რელიგიური კუთვნილება საფრთხის ქვეშ დაეყენებინოთ რომელიმე პიროვნებისთვის და ეს რა თქმა უნდა არის აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც რუსულ ნარატივებს შეიცავს ძირითადად და თითქოს და ამით ცდილობენ რომ ქართველი ერი იზოლაციაში მოაქციონ, შთააგონონ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი თვითმყოფადი ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, სულიერი ღირებულებები, რომელიც წინააღმდეგობაშია ვითომ და დასავლურ საუნჯესთან, რაც რა თქმა უნდა არის არათუ გადაჭარბებული, არამედ დემაგოგიური და ცილისწამებლური. ბუნებრივია არსებობს გარკვეული საკითხები, რაშიც შეიძლება ჩვენ განსხვავებული აზრი გქონდეს, ვიდრე ეს ესმოდეს ევროპარლამენტის რომელიმე დეპუტატს ან ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის საპირწონე ალტერნატივად განვიხილოთ რუსეთი ან ნეიტრალიტეტი და იზოლაცია საქართველოს. ამიტომ ჩვენ გვაღელვებს ის, რომ ქვეყნის მოდერნიზების და განვითარების სფეროში ეკლესიის როლი იყოს დადებითი და არ იყოს ისეთი მარგინალური და შავრაზმელური, როგორც დღესდღეობით არსებობს. ბუნებრივია ჩვენ ვითვალისწინებთ და თავადაც მივეკუთვნებთ ჩვენი სოფხედველობრივი ცნობიერებით კონსერვატიულ იდეალებს. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა პრინციპში არც კონსერვატიული არ არის და არც ლიბერალური, მას აქვს საკუთარი ცოცხალი მდგენელი ონტოლოგიურად, ის არის იესო ქრისტეს მისტიკური სხეული და ის ნებისმიერ იქნება ეს პოლიტიკური წყობილება თუ სოციალური ფორმაცია, ყველა პირობებში ის გადაუდებლად აუცილებლობას სახავს სახარების შეშუქებისა, ჭეშმარიტების დამოწმებისა და არ აქვს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, იქნება მონარქიზმი, იქნება კომუნიზმი, იქნება თქვათ ლიბერტარიანელობა, იქნება თქვათ რაღაც ლეიბორისტული მმართველობა თუ ასე შემდეგ, ამას არანაირ გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს და თავად მაცხოვარმაც კი ეს საკითხი ღიად დატოვა და ადამიანების თავისუფალ არჩევანს მიანდო. ამ შემთხვევაში ჩვენ თავისუფალი ვართ.
რომ უბრალოდ არჩევანი გავაკეთოთ იმისათვის, თუ რა მოიტანს უფრო მეტ სიკეთეს თავისუფლების სწორად რეალიზებაში. ანუ რითია უნიკალური დასავლეთ ევროპა თავის უამრავ ნაკლოვანებასთან ერთად. ყველაზე მთავარია, რაც შეგვიძლია გამოყოთ, ეს არის ის, რომ აქ ყველას შეუძლია თავი იგრძნოს ბედნიერად, რეალიზებულად, უსაფრთხოდ და დაცულად. იქნება ეს ქრისტიანი, იქნება ეს ვთქვათ, რომელიმე დენომინაციის წარმომადგენელი, თუ სხვა რომელიმე რელიგიის, იქნება ათეისტი თუ აგნოსტიკოსი. ყველას შეუძლია როგორც პიროვნებამ, როგორც მოქალაქემ, ან როგორც პოტენციურმა მოქალაქემ და რეზიდენტმა თავი იგრძნოს დაცულად. და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ბენეფიტები, შვიდობა და კეთილდღეობა და პერსპექტივა. რაც უფრო მეტად იშრომებ და იღვაწებ, უფრო მეტად დაგიფასდება. და შენი გარჯა კონვერტირდება შენს ფინანსურ შემოსავლებში. და არ დაგეკარგება არც-ერთი წუთი ამაოდ. აი, რითი არის, თქვათ, დასავლეთი გამორჩეული და მიმზიდველი. რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, იდეალური წყობა არ არსებობს და ასეთი მხოლოდ ჩვენი რწმენით არის სათასასუფეველი და დედამიწაზე ბუნებრივია ყველგან არსებობს მთელი რიგი გამოწვევები და პრობლემები, მაგალითად დღევანდელობაში ევროპაში არის უკონტროლო იმიგრაცია, აგრესიული ისლამიზაცია პრობლემა, მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება და მოიფიქრებს ქართული საზოგადოება ისე რომ თითქოს აქ ვინმე რაიმეს არ აპროტესტებდეს, რაც უმსგავსობა, რაც კანონსაწინააღმდეგოა, რაც პრობლემურია, რაც საყოველთაო მშვიდობას დესტაბილიზაციას უქადის. აქაც ძალიან დიდი წინააღმდეგობრივი განწყობები არსებობს ყველა იმ გამოწვევასთან, რომელიც ქართველი ადამიანის ბუნებისთვის არის აღმაშფოთებული. ისევე არის ფრანგისთვისაც, გერმანელისთვისაც პრობლემური, რომ როდესაც ჩამოდის უცხოელი, კვიდრდება და არ ცდილობს ინტეგრირებას კულტუროლოგიურს, სოციალურს, არ უნდა მუშაობა, სწავლა, კანონების პატივისცემა, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებთან მიმართებაში სახელმწიფოს მთელი რიგი ასე ვთქვათ, სასანქციო ეტაპები აქვს იმისათვის, რათა პირველ ეტაპზე გააფრთხილოს, შემდეგ მოუწოდოს და თუ არ გაითვალისწინებს, სრულიადაც დეპორტირდეს ქვეყნიდან და ასეთი შემთხვევები არაერთია. ასე რომ ის, რასაც ქართულ მედიაში აცხადებენ, რომ ვითომ და დასავლეთ ევროპაში მოკვდა ქრისტიანობა, მოკვდა ადგილობრივი იდენტობა და ასე შემდეგ ტრადიციები, ეს არის ყველაფერი გაზვიადებული. ბუნებრივია რაღაც საფრთხის შემცველი ტენდენციები ყოველთვის არის, იმიტომ რომ ევროპა იმის ხარჯზე რომ ღია კარს უცხადებს ყველას, შეიბრდომებს, პატრონობს და ეხმარება და ეს ხომ სიკეთეა, ეს ხომ პოზიტიური მოვლენაა, ეს ხომ დადებითი განწყობაა მოყვასის მიმართ, თუნდაც ამ პარამეტრებით რო ვიმსჯელოთ, ხო? მაგრამ სხვა საკითხია, ვინ შეიშნოებს ამას, ვინ არის მადლიერი და ვინ არა ამაზე პასუხისმგებლობა უკვე აქ შემოსულ ადამიანების ჯგუფს აკისრია, ხო? იქნება ეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობა თუ სხვადასხვა ტიპის სოციალური ჯგუფები. ამიტომ თემა რომ ამოვწუროთ, ჩვენი მთავარი მოწოდება არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ უფრო მეტი ავთენტიკური ნამდვილი ინფორმაცია მოიპოვოს თუ რა ღირსება აქვს დასავლეთ ევროპას. რატომ არის ისე, რომ საფრანგეთში 10,000-ობით ქართველი ჩამოდის და სრულად უსასყიდლოდ ხდება მათი სამედიცინო მომსახურება და მათი განკურნება. უძვირესი ოპერაციები. კი, მაგალითად 300-400,000 ღირებულების ოპერაციები სრულად უსასყიდლოდ. რავალი მართებს ასეთი საფრანგეთს საქართველოსი, რომ ასეთი ტიპის ხელშეწყობა მათზე. რატომ არის ისე, რომ როდესაც ჩამოდიან ადამიანები და მათ უზრუნველყოფენ თავშესაფრით, აძლევენ საცხოვრებელ სახლს, გარკვეულ ბენეფიტებს, ეხმარებიან ენის უფასოდ შესწავლაში, შემდეგ უკვე დასაქმებაში გარანტირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი ბევრად წინ არის ვიდრე პოსტსაბჭოთა ბანაკის რომელიმე ქვეყანა და ვიდრე რუსეთი, რომელსაც მაგალითად ვიღაცეები საქართველოში განიხილავენ ალტერნატივად, ხო, ევროპისა. ამიტომ ეხლა ისააკ ასური როგორც ამბობს, სახელოვანი დიდი ასკეტი მამა და წმინდანი, ადამი დაეცა 60-ში, ხოლო ლოტი სოდომში გადარჩა. ყველგან შესაძლებელია ქრისტიანული ცხოვრების წესის რეალიზება, ბედნიერების საკუთარი წილის მომუშაკება და სხვისთვისაც გაზიარება.
აი ეს მინდა და პირადად მე მეთქვა და ახლა ზიადი გააგრძელებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირველ რიგში ჩემი მხრიდან გიორგი იმას დავამატებდი რომ ქართული იდენტობა, ქართული კულტურა, რელიგიური აღსარება არსად ისე დაცული არ არის ალბათ სოფლიოში როგორც ევროპაში. და ამას ადასტურებს ის სამრევლოების, სათვისტომო, მათი ყოველდღიური ცხოვრება და ეს ყველა ადამიანმა ვინც საქართველოსთან არის ჩამოსული ეს იცის პირადი გამოცდილება. აი მაგალითად სამრევლოები, რომლებსაც უფასოდ, უსასყიდლოდ აქვს დათმობილი აქაური ტაძრები, ან ძალიან მინიმალურ ფასად აქვთ ხელშეწყობა კულტურული ღონისძიებების გამართვისა, რელიგიური ღონისძიებების გამართვისა, ერთმანეთთან ურთიერთობისა, კომუნიკაციისა და ამას არა სასიკვდილის გარეშე აკეთებენ ის ხალხი, ვინც ქართულ სათვისტომოებს და სამრევლოებს მართლაც ეხმარება. აი უსასყიდლოდ აკეთებენ და ამის ერთ-ერთი მაგალითია პადებონში, გერმანიაში, სადაც მე ვცხოვრობ, კათოლიკური ტაძარი გადმოგვეცა უკვე მე-6 წელია სრულიად უსასყიდლოდ და ეს ტაძარი არის ქართველების, ქართველი ოჯახების, ქართველი ბავშვების შეხვედრის ადგილი და არაერთი დახმარება მიგვიღია ფინანსური, მატერიალური და სხვადასხვა სახის ხელშეწყობა. ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ევროპა დავანახოთ ადამიანებს ისე რომ თითქოს ევროპაში ვინმე ქართველობას, ვინმე იდენტობას გვართმის, არამედ პირიქით არის ეს. ანუ ძლიერდება ქართველთა იდენტობა, ჯერ იმიტომ რომ სამშობლოდან ჩამოსული ადამიანი ეძებს ისევ ქართულ ფესვებს, ქართულ სიახლოვეს და მაგალითად გერმანიის მაგალითზე ვიტყვი, გერმანია ხელს უწყობს, რომ შეიკრას ეს კულტურა, შეიკრას ეს იდენტობა, ინტეგრაციაც მოხდეს, მაგრამ საკუთარი იდენტობაც არ დაიკარგოს. და სწორედ ამიტომ გერმანიაში მოქმედებს უკვე კანონი, მაგალითად თუ ადამიანი მიიღებს გერმანიის მოქალაქეობას, ავტომატურად არ კარგავს ქართულ მოქალაქეობას. ეს არის დაფუძნებული იდეაზე, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანმა შეინარჩუნოს თავისით, მაგრამ ინტეგრაციაც მოახდინოს ახალ ქვეყანასთან. ეს შემიძლია, მე ვთქვა, მე პირადად მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია ევროპაზე, რადგან ჩემი მიმართულება მაგალითად ის სასულიერო საღვთისმეტყველო მხოლოდ დადებით გამოცდილებაზეა აგებული. როგორც გიორგი თქვა, არის მიგრაციის პრობლემა, უკონტროლო მიგრაციის პრობლემა. გერმანიაში შემოსასვლელი საზღვრები კონტროლი გამკაცრებულია, საზღვრებზე დამატებითი საპოლიციო ძალები არსებობს და გერმანია ცდილობს ამ კონტროლით ასახოს თავისი საზოგადოების, თავისი ქვეყნის, თავისი მცხოვრებლების წუხილი. რომ არის ეს მიგრაცია დაკავშირებულია კრიმინალის ზრდასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითონ ადგილობრივი, ანუ გერმანელები ესე რომ ვთქვათ, კრიმინალები არ არიან, ყველა არის, მაგრამ აქ მაინც არის განსხვავება. გარდა იმისა, რომ ადამიანი ინტეგრაციას არ გადის, ამატებს ამას ასევე კრიმინალს იდენს და რა თქმა უნდა გერმანია ისევ როგორც ნებისმიერ სახელმწიფო, თუნდაც საქართველო მოწოდებულია იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობა დაიცვას ასეთი კრიმინალური აქტებისგან და ამიტომ ეს გამკაცრებულია და ამაში არც გასაკვირი არაფერი არ არის, არც მოულოდნელი არაფერი არ არის. ყველა ქვეყანა უნდა აკეთებდეს გავს რაღაცას, ოღონდ რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს გადაჭარბებული, ეს არ უნდა იყოს რაღაც ფობიებით გამოწვეული, სიძულვილი და ზიზღით და ასე შემდეგ, ანუ ნორმის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს. ანუ ბოლოს დავამატებდი იმას, რომ ქართული სამრევლოები სრულიად სარგებლობენ გერმანიაში და მე დარწმუნებული ვარ საფრანგეთშიც, ყველა იმ სიკეთით იქნება სოციალური, მატერიალური, კულტურული, რაც კი არსებობს ამ ქვეყნებში. და ამისთვის ჩვენ მხოლოდ მადლობლები უნდა ვიყოთ. და უნდა ითქვას, რომ თავადის ფაქტიც, როცა ვამბობთ საფრანგეთი და გერმანია გაივსო იმიგრანტებით, მეტყველებს იმაზე, რომ საფრანგეთი და გერმანია ადამიანებს აძლევს ბედნიერების საშუალებას. რა თქმა უნდა, რეალიზებას, საკუთარი თავის პოვნის, საცხოვრებო პირობების გაუმჯობესების და მიმზიდველია, როგორც თაფლის გოლს ფუტკრები, ისე ეტანებიან ბუნებრივი ადამიანები, იმისათვის, რათა აქ უფრო გაიუმჯობესონ საყოფაცხოვრებო პირობები და საკუთარი თავის გადამზადება, რეფლექსირება, განვითარება მოახდინონ. ამიტომ ის არის დასანანი, როდესაც ახლა ზვიადი საუბრობდა, რომ ცალმხრივია თითქოს ეს დამოკიდებულება, როდესაც აქ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობას აქვს ბევრი ხელშეწყობა, ხოლო საქართველოში კი მაგალითად კათოლიკე ქრისტიანთა თემი იჩაგრება და 6 ტაძარი დღემდე არ არის დაბრუნებული მათ მფლობელობაში, როდესაც მათი წარმომავლობა
თავიდან ბოლომდე არქიტექტურა, ფერწერა, ვიცით რომ არის კათოლიკური წარმოშობის და ეს ძმობა და ურთიერთდამოკიდებულება არ არის თანაბარი. ორმხრივი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მადლიერება უნდა გამოვხატოთ, თუ კი ევროპაში ხდება უსასყიდლოდ ხელშეწყობა მათი მხრიდან, ან ძალიან მინიმალურ ფასებში მხოლოდ ზოგ შემთხვევაში კომუნალური გადასახადებითი ფარგლებიან ხოლმე. არის ასეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად ქართველები კათოლიკებისგან იღებენ ტაძარს და მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურს იღებენ. ან ზოგჯერ მაგასაც არ იხდიან, ხო? თუმცა შენობა ნაგებობის გამოყენების ულიმიტო შესაძლებლობა აქვს და ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა. იგივე ბრიუსელში ვიცით რომ საკათედრო ტაძარი 50 წლით გადასცეს საქართველოს ეკლესიის ეპარქიას, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას. და ჩვენი დიასპორა ამით სარგებლობს. ამ თემასთან დაკავშირებით ბოდიში რომ გაგაწყვეტნე გიორგი, უნდა ითქვას რომ არსებობს კანონი, არსებობს გზა, არსებობს პროცესი, რითაც მაგალითად საქართველოს ეკლესიას შეუძლია თავისი ეკლესია იურიდიულად როგორც ეკლესია ისე დაარეგისტრიროს გერმანიაში. მე დაწუნებული ვარ საფრანგეთში ესე იქნება, რომ მან მიიღოს რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი და არა როგორც სამრევლო, რიგითი სამრევლო არსებობის. ამას უბრალოდ უნდა ნება აქაური ქართული საელჩოების და ასევე უნდა აქტიურობა ადგილობრივი ეპისკოპოსის. ამ შემთხვევაში ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და მიტროპოლიტის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს. ეს სრულიად მოხერხებადია, სახელმწიფო ხელს შეუწყობს და როცა ამ სტატუსს იღებს რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია გერმანიაში, უფრო მეტი ბენეფიტი, უფრო მეტი დახმარება, უფრო მეტი ყურადღება ექცევა და მხოლოდ დადებითი მხარეები ახლოს ამ პროცესს. კი, აქაც აი სოციალური პროექტები, სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციები, ან ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების კულტურული ღონისძიებები, მაგალითად ქართული ანსამბლების ეკიპირება პირობითად, ან მათთვის საკონცერტო, სარეპეტიციო დარბაზების გამოყოფა. აქ იგივე სამრევლო სკოლები, სადაც ბავშვები წერა-კითხვას სწავლობენ და ემიგრანტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ჩვენი იდენტობა. ამაში დიდი ხელშეწყობაა, როდესაც ყველაფერს გაოფიციალურება ხდება, როდესაც სახელმწიფოს და ეკლესიის მეცადინეობა არის უნისონური და მოწადინებული. თუმცა საფრანგეთში საუბედუროდ მაინც და მაინც სასიკეთო არ არის ამ მხრივ უფრო პასიური და უფრო ინდიფერენტულია ჩვენი სამრევლოები. უნდა ითქვას, რომ პრობლემურია აქაც სამღვდელოების რეპუტაცია და დაქვეითებულია მათი ავტორიტეტი და შესაბამისად ქართველების არც თუ მცირე ნაწილი დადის სერბულ, რუმინულ და რუსულ მათ შორის ბულგარულ მართლმადიდებლურ ტაძრებში და არის ასეთი შემთხვევები და ესეც დასანანია, ესეც საქართველოს საპატრიარქოს მავნე პოლიტიკის შედეგი. ეს არის აუთვისებელი ადამიანური რესურსი. აუთვისებელი ადამიანის სამრევლოები. შეიძლება უფრო მეტი სამრევლო არსებობდეს, უფრო კონტაქტური, შეკრული. მაგალითისთვის ვიტყვი, სტრასბურგში დაახლოებით 17-18000 ქართველი ცხოვრობს, უხეში მონაცემებით. წარმოგიდგენიათ ეს რამხელა თემი არის, რომელსაც ერთადერთი სამრევლო აქვს და ისიც ადგილმონაცვლეობით უწევთ სხვადასხვა სივრცეებში გადაადგილება, იმიტომ რომ ოფიციალურად ხელშეწყობა არ არის საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან და სასულიერო პირები არიან იმდენად პრობლემური რეპუტაციული თვალსაზრისით. ადამიანებს მათ თუმცა ყველა არა, ცხადია. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს საპატრიარქომ გამოგზავნოს ევროპაში უფრო განათლებული, უფრო კეთილშობილი და ზნეობრივად კრისტალურად სუფთა ადამიანები, რომ აქ ჩვენ აგვიძრას ვინმე მსურვილი, რათა ნდობით განვიმსჯვალოთ მათდანი და საკუთარი შვილებით, საკუთარი ოჯახებით, საკუთარი ცოლებით მივიდეთ და მათთან ლიტურგიკულ მსახურებაში მივიღოთ მონაწილეობა. ამასაც ჭირდება სხვათა შორის ძალიან სერიოზული და სკრუპულოზული მუშაობა, იმიტომ რომ ეს არ არის სახუმარო საკითხი, ერთია რომ სამრევლო დააფუძნო, მაგრამ მეორეა რომ მას ჰქონდეს მიმზიდველობა და მან აღძრას ინტერესები. და თუკი ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს ეკლესიამ დაიკავა ამავდროულად ეროვნული ნიშაც და ის მხოლოდ სახარების ქადაგებით კი არ არის დაკავებული, არამედ ჩვენი კულტურის და იდენტობის ტირაჟირებით და ეს ნორმალურიც არის გარკვეული აზრით, როდესაც დიასპორებზეა საუბარი და სათვისტომოებზე ეკლესიას ეს შეუძლია იტვირთოს, იმიტომ რომ ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესია სახელმწიფო საზღვრებშია, ხო? ანუ რაღაც გარკვეულ ეთნიკურ ნიშასაც ატარებს. ამიტომ ეს არ არის მაინც და მაინც ეთნოფილეტიზმი, შეგვიძლია ასეც ვთქვათ. და
თუ ეკლესია ტვირთულობს ამ პასუხისმგებლობას, მაშინ ბოლომდე ზედმიწევნით კეთილსინდისიერად აღასრულოს ეს და მიხედოს თავის სამრევლოებს დასავლეთ ევროპაში და სასულიერო პირებს მინიმუმ ის პირობები შეუქმნას, რომ მათ ღირსეული ანაზღაურება დაუწესოს საკუთარი საქმიანობის აღსრულების უფრო მეტი მოტივირებისათვის, რადგან ევროპაში არც თუ ისე იაფია ცხოვრება, ხო? რომ სამრევლოებს არ დააწყვეტს, მარტო სამრევლოებს არ დააწყვეტს, მათი რჩენა ისედაც ოჯახები ძალიან ბევრს ხომობენ, რომ თავისი ოჯახი დააფინანსოს და გამოყო. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი წვრილმანი ნიუანსია, მაგრამ ძალიან საგულისხმო გარემოებაა და პრინციპში არა მარტო დიასპორის ეკლესიებში, არამედ ადგილობრივადაც საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში ეს ხარისხსაც გაზდის ერთგვარად მსახურებისა, პასუხისმგებლობასაც და საკადრო პოლიტიკასაც უფრო დაასტაბილურებს. თუ კი ექნებათ სასულიერო პირებს საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ღირსეული, ნორმალური და ცხოვრების მინიმუმ მოთხოვნებთან, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მიახლოებული ანაზღაურება. ამ კონტექსტში მინდა ერთ საკითხს შევეხო. ეს ჩემი პირადი აზრია, ახალი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, რომელსაც ჩემი აზრით აქვს ეს ჩემი პირადი აზრია ლეგიტიმაციის პრობლემა, რადგან მისი არჩევა არ იყო მთლად კანონიკურ ჩარჩოებში მოქცეული. მან ერთ-ერთი ქადაგებისას, პირველი ქადაგებისას განაცხადა, რომ ის გაყვება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზას. ამ კონტექსტში რას ამბობდა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორე, რომ ევროპა არის საქართველოს არჩევა. თუ მართლა მიყვება პატრიარქი შიო კათოლიკოს პატრიარქ ილიას გზას, ჩამოვიდეს ევროპაში, თავისი თვალით ნახოს, თავისი ყურით მოისმინოს, თავისი პირადი გამოცდილებაზე ააგოს ევროპასთან დამოკიდებულება და შემდეგ ეს გადასცეს მრევლს და გარკვეულწილად ამით მოხსნის მასზე გავრცელებულ შეხედულებას, რომ ის არის პრორუსი. ესეც უნდა ითქვას. ამავდროულად უნდა გამოვეხმაუროთ მის ქადაგებას, როდესაც ის პუბლიკაში პირველად წარსდგა როგორც კათოლიკოს პატრიარქი ფართო აუდიტორიის წინაშე და ვიდრე გადავალ უშუალოდ ამ საკითხის განხილვაზე, მინდა ჩემი სუბიექტური აღქმა და დამოკიდებულება გაგიზიაროთ, რომ მე ვცდილობ, რომ ვიყო თავშეკავებული ამ ეტაპზე და მას მივცე რაღაც გარკვეული დრო და ვაცადო იმისათვის, რომ გამოავლინოს საკუთარი ხედვები, პერსპექტივები, განწყობები და მოტივები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რომელ პლატფორმაზეა საქართველოს ეკლესია, თუ რა მიმართულებით ვითარდება, როგორი ხედვა აქვს კრიზისიდან გამოსვლისა კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს და ასე შემდეგ. ამიტომ ჯერ კიდევ მაინც რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ ვიყო უფრო მობიერი და უფრო დამდობი. მე არასდროს კორექტულობის ფარგლებს არ ვცდილდები და დესაკრალიზებული არ ყოფილა არც ერთ შემთხვევაში ჩემი კრიტიკა. მე თქვა დაგვიფაროს. ხო, ყოველთვის ჩვენ პროფესიული კუთხით ვახდენთ ანალიზირებას მიმდინარე მოვლენების მიმოხილვის გზაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უფრო მეტი კიდევ მოთმინებით და ბრუდუნებით ვეკიდებით და სიფრთხილით და ჩემი პირადი ნატრა რომ მიყვარდეს კათოლიკოს პატრიარქი, იქნება ეს შიო მესამე თუ ვინმე სხვა რომელიმე, ვინც იქნებოდა ამ ტახტზე დადგენილი და არჩეული, უბრალოდ და არა დადგენილი, სხვათა შორის ეს შემთხვევით არ წამოვხდენია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად იგივე მიტროპოლიტ შიოს გაპატრიარქება რა წინაპირობებით მოხერხდა და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მთელი რიგი კანონიკური დარღვევები წინ უძღოდა ამ საკითხს, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა, რაც გვაქვს და ამჯერად ჯობია ვისაუბროთ უფრო რეალისტურად და შესაბამისად გვინდა არ გვინდა მასთან მოგვიწევს ურთიერთობა გარკვეული ფორმებით. ამიტომ პირადად მე დაცლილი ვარ ყოველგვარი ამბიციებისგან, მე არც სასულიერო პირობამ სურს, არც საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში რაიმე ტიპის თანამდებობას და პოზიციას არ ვუმიზნებ. მე ერთადერთი მიზანსწრაფა მამოძრავებს, რომ საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნოს ღირსება, დაიბრუნოს იესო ქრისტე, რომ მოახდინოს ევანგელიზაცია და ქრისტიანიზაცია თავისი მისიოლოგიით ჩვენი მოსახლეობისა, რომ გათავისუფლდეს პოლიტიკური კლიშეებისგან, რუსული კოლონიალისტური, იმპერიალისტური და ექსპანსიური მდგენელისგან და რომ ვიყოთ რეალურად ავტოკეფალური და არა ავტონომიური საეგზარქოსო. ეს არის ჩემი ნატრა, როგორც ნომინალური მართლმადიდებელი ქრისტიანისა და ამავდროულად მე ძალიან მაღლობს, რა თქმა უნდა, ზნეობრივი საკითხები საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე სწავლა-მოძღვრებითი საკითხები და ამ თვალსაზრისით მე უფეშიოს, რომელიც გახდა უკვე
პატრიარქი შიო მესამე ჯერ კიდევ მიტროპოლიტობის ჯამს ჰქონდა პრობლემები, როდესაც ის ხშირად დოგმატურ ერეტიკულ გადაცდომებს ავლენდა ამბიონიდან ქადაგებებში. დიახ და თუ ვინმე იტყვის რომ ეს არის სიტყვის მასალად ნათქვამი არამც და არამც, იმიტომ რომ სწორედაც ის პასუხისგებლობა აკისრია მღვდელმთავრს, რომ ის უნდა იყოს ზედმიწევნითი ანაზდეულობით ფრთხილი, როდესაც საუბრობს სწავლა-მოძღვრებით საკითხებზე. ამიტომ უპატიებელია, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. უპატიებელი ბრწყალებში ცხადია, ანუ ამ შემთხვევაში უხერხულია, შეგვიძლია ასე ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ველოდებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან კონკრეტულ გზავნილს. ველოდებით კონცეპტუალურ ხედვას, ჩვენ მზად ვართ რომ დავდგეთ საკუთარ ეგოზე, საკუთარ წყენებზე მაღლა, ჩვენ ვიცულ უნდა შეგვიძლია მიტევებაც, მოთმინება რომ შეგვიძლია ეს ჩანს ჩვენს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებული ვართ და სამშობლოდან წასულები, უსაფრთხოების მიზნით, რა თქმა უნდა, მაინც ჩვენთვის სიძულვილი არ არის ჩვენი მოწოდება. ჩვენი დანიშნულება და ჩვენი როლი არ გვესახება მუდმივ პოლემიკაში საქართველოს საპატრიარქოსთან. ჩვენი სურვილია რომ ოდესმე დასრულდეს ეს და მოხდეს დიდი შერიგება. მაგრამ შერიგება ვერ მოხდება, თუ კი საქართველოს საპატრიარქო არ შეიცვლის იმ პოზიციას, როცა კი ის ადამიანებს უყურებს როგორც მონებს, ან როგორც მტრებს ისე და არ შეუძლია კონსტრუქციული თანაბარი დიალოგი მოყვასთან და სულიერ შვილებთან. ამიტომ თუ გაგრძელდება კვლავ ისეთი რიტორიკა, რომ ჩვენს მიმართ იქნება ტრის ხატის გამოგონების მცდელობა, რათა საპატრიარქო თავისი ძალისმიერი პოლიტიკის დეკლარირება მოახდინოს, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავთმობთ პრინციპებს და კომპრომისი ვერ მოხდება ზნეობრივი და მორალური საკითხების ფარისევნურ თანამშრომლობასაც ვერ შევთავაზებთ. ვერ შევთავაზებთ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს პრინციპებს, განურჩევლად იმისა, თუ რა ხვედრი გველის და რა სამომავლო ბედი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ღია დავრჩებით დიალოგისთვის, იმისაც რომ საერთო საზოგადო სიკეთეზე თითოეული კენჭი მივიტანოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქრისტიანული თემის, ჩვენი მართლმადიდებელი დებისა და ძმების ღირსების სადარაჯოს. ეს არის და ეს, მეტი არაფერი. ღმერთმა განსაჯოს თუ ამაში ჩვენ ვიყოთ ან პირმოთნე, ან ფარისევლური დამოკიდებულების. აგერ შეგვიძლია ჩვენს უკან საქართველოს წმინდა დროშაზეც კი დავიფიცოთ. რა თქმა უნდა, აგერ ახლა არც ნიავიქრის და არც ქარია, მაგრამ ჩვენი დროშა აქ არის აღმართული ღერძზე და რაც შეეხება პატრიარქიოს, მას შეუძლია ეს მასე გავრცელებული აზრი, რომ ის პრორუსი ადამიანია, სულ თავისუფლად გააქარწყოს. მაგალითად, თუ ახლავე არ აღიარებენ უკრაინის მართლმადიდებლ εκκλესიას, დაიწყოს მაინც საკითხის განხილვა ამ თემაზე. ბოლო-ბოლო წაიკითხოს ტომოსი, მან არ განაცხადა მაინც და გითხრას, ანუ თეოლოგიური, კანონიკური დასაბუთება მაინც დადოს სინოდმა, თუ არ ხდება აღიარება, რის საფუძველზე არ ხდება აღიარება. შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში, სამაჩაბლოში აღესრულება უკანონო ღვთისმსახურება, ამაზე გამოხატოს პრეტენზიები. ასევე პრეტენზია გამოხატოს და ქმედით ნაბიჯები გადათხარს მაგალითად იმაზე, რომ რუსეთის პატრიარქი კირილ არასდროს მას სრული სტატუსით არ მოიხსენებს. უბრალოდ აი მიმართოს, რომ ახსნევინოს მიზეზი თუ რატომ ხდება დამცრობა ამ უძველესი ტიტულისა. დავამატებდი იმას, რომ აუცილებლად დიპტიხში, ეს არის ხოლმე ტექნიკური საკითხი. ეს არის ეკლესიოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მოიცავს ისტორიულ პერიოდიზაციას და ჩვენ უფრო ადრეული ეკლესია ვართ პრესუგენული ეკლესიების შემდეგ, რანგობრივად. ამიტომ საქართველოს ეკლესიამ, როგორც უნიკალურმა წარმონაქმნამ მართლმადიდებელ ოჯახში, უნდა დაიკავოს აუცილებლად მეხუთე ადგილი და არა მეექვსე ადგილი რუსეთის შემდეგ, რომელმაც აგერ 1599 წელს მიიღო ავტოკეფალურობა და ჩვენ ავითვლით 468 წლიდან, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში თქვათ იქ ბალსამონიც ახსენებს საქართველოს ნიკოდიმ მილაშის და ციპინის და სხვა განმარტებლებიც, რომ უძველესია ჩვენი ეკლესია. მინიმუმ 1000 წლით ძველია რუსეთის ეკლესიაზე და სწორედ წელს ზეიმობთ რამ 1700 წლის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. ხო. ამიტომ ხო, ძალიან სიმბოლურია 1700 წელი და ღმერთმა ინებოს, რომ ამ თვალსაზრისით უფრო მეტი სასიკეთო დისკუსია იყოს, უფრო
საგნობრივი, უფრო საკითხზე ორიენტირებული, არა დემაგოგიური, არა რაღაცა მოკიბული, არამედ რეალურად ისეთი, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული და ჩვენ პირადად ამისთვის მზად ვართ. ოღონდ როგორც უკვე დავძინე, თავარი რაც არის, ეს არის ის, რომ პრინციპებს ვერ დავთმობთ, ღირსებას ვერ დავთმობთ, ვერ მოგვისყიდიან და სიცრუესთან შეუძლებელია თან არსებობა. როგორც ზეთი და წყალი ვერ ერევა ერთმანეთს, ისე სიცრუე და სიმართლე. მათ ხო არ მათქვა, რომ მშვიდობისათვის კი არ მოვსულარ, არამედ מחვილით მოვედი. რას ნიშნავს ეს? იმას კი არა, რომ ჩვენ ღმერთი აღუქვათ როგორც რევოლუციონერი, როგორც წინააღმდეგობრივი ამბოხისულით განწყობილი, არა. ბოროტებასთან ვერ მოხდება შერიგება სიკეთისა. და ეს ამას ნიშნავდა და ეს מחვილი ჭეშმარიტებაა, რომელიც განკვეთს ერთმანეთისგან ესე იგი უკეთურებას და სიკეთის. ანუ სიცრუესა და სიმართლის. შესაძლოა ცოტა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა ასეთი მიმართება გვაქვს, რომ დიალოგი მხოლოდ იწარმოება თუ კი დიდი ჯულისკანონი, თუ კი საღვთო გარდამოცემა, საეკლესიო ტრადიცია და წმინდა წერილი, აი ეს ძირითადი პოსტულატები, რადგანაც დგას ეკლესიური უცდომელობა, ხო? იქნება დაცული და ამ პრინციპების ირგვლივ ვისაუბრებთ. არა ისე, როგორ ესმის ზვიად ან გიორგის პირადად, არამედ როგორ ესმის ეკლესიას, როგორც რაობას. თავისი ისტორიის მანძილზე პრობლემების გადაწყვეტა, პრევენციული სტრატეგიების დასახვა და პანაცეა, განკურნება ამა თუ იმ გამოწვევისა. მინდა ერთ საკითხს კიდე შევეხოთ, გიორგი, პირველი ივნისიდან დაგეგმილია მონიტორინგი სიძულვილის ენისა, როგორც ამბობენ სოციალურ ქსელებში ონლაინ. და მინდა ასე კითხო, როგორ შეიძლება განხორციელდეს მონიტორინგი, რა სახის სიტყვები, ტერმინოლოგია შეიძლება აიცალოს ეკლესიურ კონტექსტში. ხო, ეს ძალიან ისეთ საინტერესო საკითხია, სხვათა შორის 2019 წელსაც ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს ჰქონდა უშუალოდ ამის ინიციატივა და როგორც წესი საქართველოს საპატრიარქოს სამდივნო ამ ავანგარდში არის ხოლმე ძალიან აქტიური ფიგურანტი და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ უკავშირდება მიტროპოლიტ-შიოს გაპატრიარქებას, რადგან 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც ორკებმა პოგრომი მოაწყეს და მეუფე-შიოს ლოცვა-კურთხევით სცემეს ათეულობით ქართველი და იქ ჟურნალისტები, რომელიც გარდაიცვალა და არავითარ პასუხისგებლობას ამაზე არ გრძნობდა, არც მეუფე-შიო და არც მამა ანდრია ჯაღმაიძე სამწუხაროდ. აი მაშინაც კი გააჟღერა მიტროპოლიტის რანგში მოსაყდრე შიომ, რომ ხომ არ ჯობია ხელისუფლება დაფიქრდეს, რომ ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დამცავი კანონმდებლობა მიიღოს. ნახეთ, საქართველოს ეკლესია იმდენად ბანკროტია მორალურად, საუბედუროდ, რომ მათ არ შეუძლიათ პოზიციონირება სახარებისეული სიყვარულით, პირადი მაგალითით, რომ ადამიანები მონუსხონ, რომ მისიონერობა აწარმოონ, დააინტერესონ და პატივისცემით განაწყონ ისინი. და ერთადერთი მათ დარჩენიათ, ესე იგი, საბოლოო ჯამში ძალმომრეობითი, ასე ვთქვათ, მდგენელი საკანონმდებლო გარანტიები იმისათვის, რათა ფონს გავიდნენ და იარსებონ ხელშეუხებლობის ალიბითა და იმუნიტეტით. აი ეს არის ტრიუმფალიზმის თანამედროვე ვარიაცია, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო გთავაზობს და სხვათა შორის ეს შემთხვევით არის, იმიტომ რომ ეს აწყობს როგორც იერარქიას, რომელსაც ძალიან ცუდად აქვს საქმე რეპუტაციული კუთხით და ისევე ხელისუფლებას. მათ შორის პატრიარქს. რატომ? იმიტომ რომ კრიტიკა არის მათთვის გადაულახავი წინაღობა. იმიტომ რომ არგუმენტირებული, რაციონალური, საგნობრივი, დასაბუთებული მტკიცებულებებითა და სამხილებით გაჯერებული მსჯელობა მათთვის არის მოუნელებელი ჭირი. გესმით? მოურჩენელი პრობლემა. იმიტომ რომ არ ყოფნით რა სიწმინდე, ღირსება, თავისუფლება იმისათვის, რათა გადალახონ ოპონირება. და ამიტომ მათ ჭირდებათ გარკვეული ძალების დემონსტრირება იმისათვის, რათა დაჩაგრონ ყოველი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი განსხვავებული შეხედულებების გამო. და ამას ისინი უნისონში სინქრონულად ხელისუფლებასთან ერთად ცდილობენ. ამიტომ ეს ძალიან საფრთხის შემცველია. პირველ რიგში ეკლესიისთვის. პირველ რიგში ეკლესიის ბუნებისთვის არის საზიანო. მერე დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ეს საზიანო. ამიტომ ეკლესია თავის ისტორიის მანძილზე არც ერთ შემთხვევაში არ ცნობდა მსგავსი ტიპის გამოვლინებებს. როცა კი იყო ასეთი შემთხვევები სპორადულად, ცალკეულად,
ყოველთვის ძიმედ დაუჭდა ეს ეკლესიას ხელისუფლებასთან მაამებლური ეპანაგოგა თუ პაპო ცეზარიზმი თუ ცეზარო პაპიზმი და ეს ძალთა სიმფონიის მახინჯი მოდელი. როცა კი სეკულარიზმზე უარი თქვა ეკლესიამ, აი ამ ძალაუფლებით ტკბობამ საბოლოო ჯამში ეკლესია ძალიან ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა. იმიტომ რომ ის გახდა მძევალი სახელმწიფოს და გახდა ინსტრუმენტალიზებული თავი. იმისათვის, რათა სახელმწიფოს საეკლესიო ამბიონების საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების და წნეხის ტრიბუნად გამოიყენებინა. და მე ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა არ ესმით საქართველოში სწორად იერარქებს და ჯერ კიდევ გააზრებული არ აქვს ეს საფრთხე. მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა ამაზე, რომ არ დაუშვან მსგავსი პრეცედენტი. მაგალითად შეიძლება გიორგი, აი ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა გამოვაცხადოთ სიზრუნვილის წიგნად, რადგან ჩვენ ხვდებით ბიბლიაში წყევლას, ბიბლიაში ხვდებით ლანძღვას, მაგალითად მაცხოვრვარმა რამდენჯერმე გამოიყენა ესეთი სიტყვები, რომელიც 1 ივნისიდან საქართველოში შეიძლება შეფასდეს სიზრუნვილის ენად. რა თქმა უნდა. მაგალითად, აი იქედნეს ნაშობნო, კედელო განგოზილო პავლე მოციქულის მამა თქვენი ეშმაკიას და ასე შემდეგ. ანუ მე როგორც ქრისტიანს რომ შემიძლია თუ არა 1 ივნისიდან თუ ვთვლი რომ ეს ადამიანი ან გარკვეული ჯგუფი ამას იმსახურებს სახარებიდან გამომდინარე შემიძლია თუ არა ეს ტერმინი გამოვიყენო შიშის გარეშე რომ მე ამის გამო კანონმდებლობით არ დავისჯები. ანუ საერთოდ სახარების გამოყენება თუ შემიძლია ამ მიმართულებით. ხო, ეს არის ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და სხვა შორის თუ კი ვიცით რომ არსებობს გარკვეული კანონები, ხო, ეკლესიის კანონიკაში. კანონი ყოველთვის ითვალისწინებს სადამსჯელო მექანიზმებსაც, ხო? თავისთავად და საერო სივრცეში, როდესაც ხედავთ რომ რაღაცა კანონის შემოღება ხდება, ეს იმდენად პრევენციისთვის კი არ ხდება, რომ მაგალითად ქართულ ოცნებას აღელვებდეს ახლა სოციალური წონასწორობა და ურთიერთპატივისცემა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ეს ხდება რეალურად სადამსჯელო მექანიზმის ამუშავებისას. ზოგან ამ შემთხვევაში ეკლესიას თუ ჭეშმარიტების კრიტერიუმები ამოძრავებს, ხელისუფლებას თავისი ვიწრო ინტერესები, რომელიც შეიძლება სხვა მთავრობამაც გამოიყენოს. სხვა მთავრობამაც გამოიყენოს, ისევე როგორც მაგალითად საკონსტიტუციო შეთანხმება ეკლესიასთან ეგრეთ წოდებული კონკორდატი, რომ გაფორმდა 2002 წელს, იქ არის აღნიშნული კათოლიკოს პატრიარქი არის ხელშეუარი. ეს არის კატასტროფა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის კანონზე მაღლა დგას, მან რომ კაცი მოკლას, მისი დაპატიმრება არ შეიძლება. მან რომ რაიმე ძიმე დანაშაული ჩაიდინოს არ შეიძლება ის. ასევე მართვა-გამგეობის დებულებაშიც არ არსებობს მუხლი, რომელიც შეაფასებს კათოლიკოს პატრიარქის გადაცდომას და სასჯელს. არსებობს მღვდელთავარზე, არსებობს მღვდელზე, მაგრამ ხო ის საოცრება პატრიარქს არ არსებობს. გამოდის რომ ჩვენ პატრიარქიას მივიჩნევთ უცდომელად. კი, ესეც დაუშვებელია საეკლესიო კანონმდებლობად. ეს ძალიან საინტერესო დაკვირვებაა და სწორედ ეს იყო ის უხერხულობა, რამაც იგივე მეუფე პეტრეს შემთხვევაში, როდესაც მეუფე პეტრე ამბობდა, რომ აი მაგალითად მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონის მიხედვით თუ მე ვერ დავადასტურებ რა წაყენებული, როგორც მღვდელმთავარმა იმავე კანონით მე განვისაჯო, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი. ეს ზოგადი პრინციპია. ზოგადი პრინციპია. მაგრამ ეს მექანიზმიც კი იქ ვერც კი გაიგეს თუ რა შეთავაზება იყო, იმდენად ანტიკანონიკურია თავად სისტემა და რეჟიმი. თავად დებულება. დიკასტერია არ არსებობს და დებულებაც საბოლოო ჯამში არის ანტიკანონიკური, იმიტომ რომ თელ რიგ კაზუსებს და ლაფსუსებს შეიცავს. უნდა ითქვას, რომ დებულების ერთ-ერთი მუხლი წერია, რომ ის ეფუძნება სახარებას, წმინდა წერილს და საეკლესიო კანონებს, მოციქულთა კრებას და ასე შემდეგ. მაგრამ პირდაპირ მთლიანი, ანუ 80-90% წინააღმდეგობაში მოდის ჯულის კანონთან მაგალითად. ამიტომ მართვა-გამგეობის დებულების რედაქტირებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეუფე დოსითეუსმა გააჟღერა ეს ინიციატივა, რომ ალბათ გადაიხედება და მისი ჩასწორება მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით ეს რამდენად რეალურია და რამდენად დათმობს შიო მესამე ვერტიკალს იმ ერთმართველი აბსოლუტის პოზას, რომელიც ჰქონდა პატრიარქს მანამდე და მის პირობებშიც ეს გრძელდება და რამდენად იქნება ის გუნდური აზროვნების პრინციპზე აგებული, ან კრებსითობას და სინოდურობას რამდენად დააბრუნებს ეკლესიაში. ერთი კითხვა მას დაკავშირებით. თუ სინოდის და თავმჯდომარეობას გადავხედავთ, ხო ჯობია რომ ეს გუნდურობა ცოტა ხნით ასე ვთქვათ გვერდზე გადავდოთ. სხვათა შორის ეს შეგრძნება დამეუფლა მეც, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ კვალიფიკაციის და კომპეტენციის თვალსაზრისით აი, როდესაც ვსაუბრობთ კანონიკურ სამართალზე, არც ერთ სპეციალობა არ გააჩნია და არც მოწადინება და არც ღირსება, რომ
ამ საკითხს პასუხისმგებლობის მიუდგეს და შეისწავლოს თუნდაც ის დარგები და დისციპლინები თეოლოგიისა, რომელსაც ისინი იერარქიულად წარმოადგენენ, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ მაინც და მეც სახარბიელო შეიძლება გუნდური პრინციპების დანება ამოცებულობაში ვთლად არ იყოს, იმიტომ რომ თუ კი ახლა იოანეს შომახიას და სპირიდონ აბულაძესაც იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს, რაც კათოლიკოს პატრიარქს და ასევე იაკობ იაკობიშვილს, კაცმა არ იცის საქართველოს რამდენ ნაწილად დაიშლება საერისთავოებად ან საფეოდალოებად. ასე რომ ამის გროტესკული მოცემულობა, მაგრამ ამის რეალური საფრთხე არსებობს. ამიტომ მე მგონი ახლა ისე არ გამოვიდოთ, რომ ჩვენ ავტორიტარიზმს ვუჭერთ მხარს მეუფეშიოს ასერგებლად, მაგრამ ხუმრობა ნარევის სიმართლე ამაში ნამდვილად არის რაღაც რაციონალური მარცხი. მოკლედ, ჩვენ გვინდოდა ჩვენი გულწრფელი, ალალი, პატიოსნური, ადამიანური განწყობები თქვენს წინაშე გაგვეჟღერებინა. ჩვენ შევეხეთ ევროპულ ფასეულობებს, შევეხეთ ქართულ იდენტობას და ქრისტიანულს, თუ სად არის კვეთა და სად არის ესე იგი საერთო ამოსავალი და შეხების წერტილები, შევეხეთ ჩვენი ეკლესიის როლს და ამავდროულად შევეხეთ ამ საუბარში ჩვენ მომავლის პერსპექტივის მოლოდინებს. და ჩვენ გამოვხატეთ მზაობა იმისათვის, რომ ჩვენი წილი თუნდაც დისტანციურად აქედან დადებითი როლი შევიტანოთ ამაში და ჩვენ ვაკვირდებით დიდი გულისყურით, არ გვაქვს სიძულვილი, მტრობა, აგრესია, სადღაც გულის სიღრმეში სუფთა ადამიანურად სიყვარულიც კი გვამოძრავებს და ზოგჯერ მინანია კიდეც თუ სადმე რაღაცა სიხისტე გამომივლენია შეფასებაში. უწმაწურობა არასდროს, მაგრამ აი შეიძლება რაღაც გადაჭარბებული სიმკაცრე გამომივლენია. თუ რაიმე არასწორი ინფორმაცია მქონდა და რაღაცას გადავაჭარბე, თუ დამიდასტურებენ რაღაცა არასწორად გავიგე და მე კიდევ ჩემი ინტერპრეტაციით არა მართლ ზომიერად გამოვხატე, ამაზე ბოდიშის მოხდისათვისაც მზად ვარ. ღმერთმა ინებოს, რომ შიო მესამე ისეთი პატრიარქი იყოს, რომ ყოველას ბოდიშის მოსახდელად გაგვიხდეს საქმე, ვინც კი გავაკრიტიკეთ ეს გუნდი, ხო? მათი. ასე რომ მშვიდობას და სიკეთეს უსურვებთ საქართველოს, ჩვენს მრავალტანჯულ ეკლესიას და ჩვენს საზოგადოებას. მე დავამატებდი და ასევე დავაანონსებდით, რომ ჩვენ ასეთი სახის ვიდეოებს უკვე ონლაინ გერმანია, საფრანგეთით, ესე ვთქვათ, სისტემატიურად ჩავწერთ და შევეხებით აქტუალურ თემებს, რაც ეხება საქართველოს და განსაკუთრებით საქართველოს ეკლესიას. მზად ვართ მოვისმინოთ ამ ვიდეოს შემდეგ კომენტარებში საგნობრივი სამართლიანი კრიტიკა და გაუმჯობესების, ასე ვთქვათ, შემოთავაზებები, რა შეიძლება გავამჯობესოთ, სად შეიძლება გადავაჭარბოთ, სად შეიძლება უფრო უკეთ გამოვხატოთ ჩვენი აზრები, რომ ისე საზოგადოების არც ერთი წევრი არ დავაზიანოთ, რადგან ეს არ არის ჩვენი მიზანი და თუ მოვისმენთ ასეთი სახის სამართლიან კრიტიკას, ჩვენ მხოლოდ მადლობელი ვიქნებით. ხო, ანუ ერთს დავამატებ ცირეც, რომ ხილება ნუ აღიქმება ბოროტება. ხილება რა არის? ხო, ხილება არის, როდესაც მეგობარს სარკეს მიუტან და დაანახებ, ხო, რაღაცა არასწორს მაგალითად. ამიტომ ხილების მოტივი არ არის გულგოროზობა, ბოღმიანობა, ამეხსიერება. თუ არაკორექტულები ვართ და უწმაწურები, ეს ბოროტებაა და განკითხვა, მაგრამ ხილება, როდესაც მიზეზ შედეგობრიობის შეფასება ხდება, ხო? კონკრეტული მოცემულობისა თუ პრობლემის შეფასების ანალიზური მსჯელობისას, რანაირად შეიძლება იყოს დანაშაული. ან საფრთხო განზრახვის საწინააღმდეგო ქმედება. მით უმეტეს, როდესაც მოტივი არ გვაქვს მსგავსი ჩვენს წარმოდგენასა და განზრახვაში. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ ბოლომდე თავისუფალი ადამიანური ემოციებისგან და ეს ხანდახან არის, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ არ ვართ ბოროტი ადამიანები და არ გვამოძრავებს რაღაცა მტრული განწყობები. ამას დროც გამოაჩენს და თუნდაც ის, რომ ჩვენ არასდროს პრინციპები არ დავთმოთ. ჩვენს ოპონენტებსაც უნდა აფიქრებდეს, რატომ ვართ ესე ბრჭყალებში ახირებულები ჩვენს შეხედულებებთან მიმართებით. აი, რა გვამოძრავებს? ამე ფინანსური სარგო გვაქვს, თანამდებობრივი სიმშვიდე მოგვიტანა, მან თქვათ, ჯანმრთელობა მოგვიტანა, აგარაკები გვაქვს, თვითმფრინავები გვყავს თუ ჰოლდინგები და კორპორაციები გაგვაჩნია. ყოველდღიური შრომით გაგვაქვს თავი. ხო, ასე რომ უნდა დაფიქრდეს ის ხალხი, ვინც ცდილობს ჩვენს სტიგმატიზებას და რაღაცნაირად ჩვენზე ცრუ მითების და მარგინალიზების მცდელობას, რომ ვითომ ჩვენ ვართ ანგარებიანი ხალხი, ან გაბოროტებული და ეკლესიის მტრები, ღმერთმა დაგვიფაროს, ვიყოფი. არასდროს ჩვენი კრიტიკა არ ყოფილა დესაკრალიზებული. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ მართლმადიდებლური სწავლა, მოძღვრება, კანონიკური სამართალი პირიქით ჩვენ ამის აღსრულებას ვიტყვით. მე იმას არასდროს არ ვამბობ, მე დამიჯერეთ.
მე ვარ კომენტატორი, მე ვარ უბრალოდ ამ შემთხვევაში გამჟღერებელი, გამტარი, ზოგ შემთხვევაში იმ ინტელექტუალური ცოდნისა, რომელიც შეიძლება სადმე ამოვიკითხო წმინდა მამასთან, ჯულის კანონში და ასე შემდეგ და ამას ვაჟღერებ კონკრეტულ ვითარებაში, კონკრეტული სიტუაციის კომენტირებისას. თუ ამაში რაიმე არის პრობლემური, გვამხილო, პრობლემა არ არის. თუ შეცდომაა, მოვინანიებთ, თუ სწორია, კიდევ უფრო მეტი შემართებით დავაფიქსირებთ ჭეშმარიტებას. დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის.